გამარჯობა, მე ვარ სალომე და დღეს მე გავაკეთებ ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის პირველი ვარიანტის ტესტს. პირველი ამოცანა არის ასეთი, რომ გვაქვს წილადი და ის უნდა ამოხსნათ. ანუ 1 შეფარდებული 10-თან გამოკლებული 0.6, შეფარდებული 1.3-თან გამოკლებული 2 შეფარდებული 5-თან. ეს რო გავაკეთოთ, პირველ რიგში აუცილებელია, რომ გადავიყვანოთ არსებული წილადები 10 წილადებად, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს ბევრად გამარტივებს პროცესს. ანუ 1 მეათედი არის 0.1, ამას გამოკლებული 0.6, შეფარდებული 1.3 გამოკლებული 0.4, რადგან 2/5 არის 0.4 აწილადის ფორმაში. ეს უდრის, ზემოთ გვაქვს -0.5 შეფარდებული, ქვემოთ 1 თვალსამს რო გამოვაკოთ 0.4 არის 0.9. მინუსი გავიტანოთ გარეთ და დაგვრჩა 0.5 შეფარდებული 0.9-თან. და ვიცით, რომ წილადში მრიცხვს და მნიშვნელს თუ გავუმრავლებთ ერთსა და იმავე რიცხვზე, მისი მნიშვნელობა არ შეიცვლება, ამიტომ შეგვიძლია მძიმე გადავწიოთ 1-ით მარჯვნივ და მივიღებთ 5/9-ს ოღონდ მინუსით. ამიტომ სწორი პასუხი აქ არის G. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ კანატურალური რიცხვის 8-ზე გაყოფის შედეგად მიიღება 3 სტოლი ნაშთი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი იყოფა 8-ზე უნაშთოდ. თავიდანვე შეგვიძლია გამოვრიცხოთ A და B, რადგან K+3 შემთხვევაში ნაშთი იქნება 6, რადგან ნაშთები შეიკრიბება, ხოლო K+4 შემთხვევაში ნაშთი იქნება 7, ამიტომ 8-ზე უნაშთოდ ვერ გაიყოფა. ამიტომ დაგვრჩა განსახილველი G და D ვარიანტი, როდესაც გვაქვს 2K-2 და 2K+2. როდესაც რიცხვს ვამრავლებთ რაღაცაზე, მისი ნაშთიც აუცილებლად გამრავლდება ამ რიცხვზე, ამიტომ 2K-ს შემთხვევაში, 2K-ს თუ 8-ზე გავყოფთ, ნაშთი იქნება 3x2, ანუ იქნება 6. და ახლა განვიხილოთ ის ორი შემთხვევა. 2K-ს თუ ვიცით, რომ ნაშთი აქვს 6, მას თუ 2-ს გამოვაკლებ, მეცოდინება, რომ ნაშთი იქნება 4. ხოლო 2K-ს თუ დავუმატებ 2-ს, ვიცი, რომ 2K-ს ნაშთი აქვს 6, ნაშთი ამ შემთხვევაში იქნება 6+2, ანუ 8, ესე იგი 8-ში 8 თავისთავად ერთხელ მოთავსება, ანუ გამოგვივიდა საბოლოოდ, რომ ნაშთი არის 0. ესე იგი, გავიგეთ, რომ გაიყო უნაშთოდ, ესე იგი, სწორი პასუხი არის ჩვენ შემთხვევაში D. გადავიდეთ შემდეგზე. მესამე ნომერის პირობა მდგომარეობს იმაში, რომ რვეულის ფასმა მოიმატა 15%-ით და ფასის ამატების შედეგად რამდენჯერ გაიზარდა რვეულის ფასიო. მოკლედ, რადგან ვიცით, რომ რვეულის ფასმა მოიმატა 15%-ით, მოდით ჯერ დავიწყოთ რვეულის თავდაპირველი ფასის აღნიშვნით, ანუ X-ი იყო თავდაპირველი ფასი. თუ ვიცით, რომ მოიმატა 15%-ით, ეს მატება შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 1.15x, რაც ანუ აქ გამოიხატება ის, რომ მოიმატა 15%-ით, ანუ ეს არის ჩვენი ახალი ფასი და ჩვენ გვაინტერესებს თუ მატების შემდეგად რამდენჯერ გაიზარდა რვეულის ფასი. ამის გასაგებად უბრალოდ საკმარისია, რომ გავყოთ ახალი ფასი თავდაპირველ ფასზე. ანუ 1.15x, რომ შევაფარდო x-თან, რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რომ შეიკვეცება x-ები და დარჩება 1.15. ესე იგი, გავიგეთ, რომ 1.15 ჯერ გაიზარდა ფასი, ანუ პასუხი იქნება A. წავიკითხოთ მეოთხე ამოცანის პირობა. ესე იგი, AC და BD მონაკვეთები K-წერტილში იკვეთება. იპოვეთ ACD კუთხის გრადუსული ზომა, თუ კუთხე BAC უდრის 28 გრადუსს, კუთხე ABD უდრის 77 გრადუსს და კუთხე BDC უდრის 78 გრადუსს და იხილეთ სურათიო. მოდით გადმოვხაზოთ ეს აქეთ, მოკლედ, ასეთი არის ნახაზი. აქ არის A, აქ არის B, აქ არის C, აქ არის D და გადაკვეთის წერტილი ვიცით, რომ არის K. პირველ რიგში რაც შეგვიძლია დავასკვნათ, არის ის, რომ კუთხე AKB და კუთხე CKD არის სტოლი, რადგან ისინი არიან ვერტიკალური კუთხეები. ახლა ამოვიწეროთ და ჩავწეროთ კუთხეებში ეს გრადუსული ზომები, რომელიც უკვე პირობისგან ვიცით. ესე იგი, კუთხე არის 28, ეს კუთხე არის 77, ეს კუთხე არის 78 და ჩვენ გვაინტერესებს აი ამ კონკრეტული
C კუთხის გრადუსული ზომა. მოკეთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა გამოვიყენოთ სამკუთხედის მთავარი და ძირითადი თვისება, რომ მისი შიდა კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსის ტოლი. რადგან ეს ყოველივე ვიცით, ძალიან მარტივია ამის ამოხსნა. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, აი ეს კუთხე რას უდრის? ანუ კუთხე AKB. რადგან ვიცით, რომ კუთხე AKB უდრის კუთხე CKD-ს, რომელიც თავისთავად აგვეხმარება კუთხე CD-ს პოვნაში. მოკლედ, 180 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ 28 გრადუსი და ასევე უნდა გამოვაკლოთ 77 გრადუსი. ეს რო ვიპოვოთ კუთხე AKB. ეს სხვაობა იქნება 75 გრადუსის ტოლი. და ლოგიკურია, რომ ეს ყოველივე იქნება კუთხე CKD-ს ტოლი, რადგან მეორე ისინი არის ვერტიკალური კუთხეები. და რომ ვიპოვოთ კუთხე KCD, რომელსაც პირობაში გვეკითხებიან, ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვაკლოთ 180 გრადუსს, 75 და 78 გრადუსი და პასუხად მივიღებთ 27 გრადუსს, რომელიც არის პასუხი A. წავიკითხოთ შემდეგი ამოცანა. შემდეგი ამოცანის პირობა მდგომარეობს იმაში, რომ წრეწირი ეხება ტოლფერ და ტრაპეციის 4-ვე გვერდს და იპოვეთ ამ ტრაპეციის პერიმეტრი, თუ მისი ფერდი 7 სანტიმეტრის ტოლიაო. მოკლედ, ამ ამოცანის ამოხსნა თითქოს რთულია, მაგრამ საერთოდ არ არის. პირველ რიგში უნდა დახაზოთ ტოლფერ და ტრაპეცია. ნუ ჩემი არ გავს ტოლფერდას, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ტოლფერდაა. და ვიცით, რომ ტოლფერ და ტრაპეციის ფერდები უდრის 7 სანტიმეტრს. თუ ნებისმიერ ოთხკუთხედში ჩაიხაზება წრეწირი, ისე რომ მის 4-ვე გვერდს შეეხოს მხოლოდ ერთხელ, მაშინ ვიცით, რომ როგორც მოპირდაპირე ფერდების ჯამი არის 14, მოპირდაპირე ფუძეების ჯამი ასევე იქნება 14. ამიტომ ტოლფერ და ტრაპეციის პერიმეტრის საპოვნელად საკმარისია შევკრიბოთ ეს რაოდენობები, რომელიც წეგან გავიგეთ. ანუ ეს 14 მივიღეთ 7-ისგან და 7-ისგან, რადგან 7 და 7 არის ფერდები და ფერდების ჯამის ტოლია ამ ზედა ფუძის, A ფუძის და B ფუძის ჯამი, ამიტომ 14-ს 14 მივუმატოთ, არის 28 და ეს ემთხვევა ჩვენთან პასუხ G-ს. გავაკეთოთ ნომერი მე-6-ე. გვეკითხებიან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შუალედს ეკუთვნის 2 ხარისხად 3 მეორედიო. გვაქვს მოცემული 2 ხარისხად 3 მეორედი და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ კვადრატულ ფესვში, რადგან 1/2 ხარისხში როცა არის აყვანილი ნებისმიერი რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ კვადრატული ფესვი არის ამოღებული. კვადრატულ ფესვში, ესე იგი გვიწერია 2 ხარისხად 3. რადგან ხარისხში თუ წერია წილადი, წილადის მრიცხველი შეესაბამება თვითონ ეს რიცხვი რა ხარისხში არის აყვანილი იმას. ხო, აქედან შეგვიძლია ამის გამარტივება, დავწეროთ 2 × 2-ის კვადრატი. გავამარტივოთ, 2-ის კვადრატიდან ფესვი ამოვა 2 და შეგინთ დაგვრჩება ფესვი 2. ნუ ეს თავისთავად 2-ია, 2-ია გამრავლებული რაზე? ფესვი 2 არის მიახლოებით 1.42. ამას რომ გავამრავლებთ, მივიღებთ რას? 2.8284. ესე იგი, უნდა ვიპოვოთ შუალედი, რომელშიც იქნება მოქცეული ეს რიცხვი. ნუ ახლა რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შევხედოთ ისევ ჩვენ ამოცანას, გვაქვს პირველ რიგში აქვს 7/3. 7/3 რო დავწეროთ, რო გავყოთ 7/3-ზე, რო გავიგოთ მისი მნიშვნელობა, არის მიახლოებით, ნუ არის 2.3 პერიოდში, ანუ მიახლოებით 2.3, რაც საერთოდ არ ემთხვევა ჩვენ სასურველო რიცხვს. ანუ შუალედის გარეთ არის ჩვენი რიცხვი, რადგან აშუალედი ავარიანტში გვთავაზობენ 2-დან 2.3 პერიოდამდე, ესე იგი ჩვენი რიცხვი ამაში არ ეტევა, ამიტომ ავტომატურად შეგვიძლია გამოვირიცხოთ ვარიანტი ნომერი A. ახლა გადავხედოთ B-ს. ეს უფრო მარტივია გამოსარიცხად, რადგან 5 მეორედი არის 2.5 და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი რიცხვი ცდება, ანუ მეტია 2.5-ზე, ამიტომ ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ გამოვირიცხოთ ის. ახლა უბრალოდ დაგვრჩა ამოსარჩევი პასუხი G-დან და B-დან. მოდით გავიგოთ ჯერ 13/5 რამდენია?
13 რო გავყოთ 5-ზე არის რა? არის 2.6, რომელიც ასევე ნაკლებია ჩვენ სასულო რიცხვზე, ამიტომ ავტომატურად შეგვიძლია გამოვრიცხოთ პასუხი G-ც და ესე იგი დაგვრჩა სწორი პასუხი D, მაგრამ ვნახოთ თუ რატო არის ის სწორი. რადგან D-ში შუალედი არის მოცემული 13 მე-5-დან 3-მდე, ლოგიკურია, რომ ჩვენი პასუხი ნამდვილად არის მაგ შუალედში, რადგან ის ნაკლებია 3-ზე და მეტია 2.6-ზე. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი და წავიკითხოთ მისი პირობა. თუ A და B რიცხვები აკმაყოფილებს ტოლობას A კვადრატს დამატებული AB დამატებული B კვადრატი უდრის 3-ს, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი ტოლობებიდან რომელია ყოველთვის ჭეშმარიტიო. ამ ამოცანის გასაკეთებლად საჭიროა პატარა ხრიკი და პატარა ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გავიხსენოთ კუბების ჯამი და კუბების სხვაობა. მოკლედ, დავიწყოთ მაგალითს ამოწერით A კვადრატს დამატებული AB დამატებული B კვადრატი უდრისო 3-სო და რომელი არის აუცილებლად ჭეშმარიტიო, ანუ ყოველთვის ჭეშმარიტიო. გავიხსენოთ კუბების სხვაობის ფორმულა, რომელიც გამოიყურება ასე. A კუბს გამოკლებული B კუბი უდრის A minus B-ს ნამრავლი A კვადრატს დამატებული AB და დამატებული B კვადრატი. რატო არ გავიხსენეთ ამ შემთხვევაში კუბების ჯამის ფორმულა? იმიტომ რომ AB მაქვს აქ პლუსით და AB რო პლუსით მქონდეს, აქ უნდა მქონდეს A minus, აქ უნდა აუცილებლად იყოს A minus B, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს კუბების სხვაობის ფორმულას და არა კუბების ჯამის ფორმულას. ახლა ეს ყოველივე თუ უდრის 3, შეგვიძლია ძალიან მარტივად ჩავანაცვლოთ და გადმოვიწეროთ უკვე სახეცვლილი მაგალითი. A კუბს minus B კუბი უდრის 3-ჯერ A minus B. რო გავხსნით ფრჩხილებს, მივიღებთ, რომ A კუბს minus B კუბი უდრის 300-ს გამოკლებული 3B. ეს პასუხი დავიმახსოვროთ და ჩავიხედოთ ახლა პასუხებში. მაგრამ აღმოვაჩენთ იმას, რომ პასუხებში ასეთი რაღაც არ წერია და დაგვაკლდა ერთი რაღაც, ის რომ უბრალოდ საჭიროა რომ შევუცვალოთ ნიშანი. შევუცვალოთ ნიშნები, გავუმრავლოთ ორივე მხარე მინუსზე. და მივიღებთ B კუბს გამოკლებული A კუბი, რომ უდრის 3B-ს გამოკლებული 3A. შეგვიძლია ჩავიხედოთ ახლა ჩვენ პასუხებში და მივხვდებით, რომ ეს კონკრეტული შეესაბამება D პასუხს, რომელიც ჩვენთან არის აქ. გავაკეთოთ ახლა ნომერი მერვე, წავკითხოთ მისი პირობა. რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს A კვადრატს გამოკლებული 2B გამოსახულება, თუ ცნობილია, რომ A არის მოთავსებული -4-სა და 3 შორის და B არის მოთავსებული -1-სა და 2 შორის. ამოვიწეროთ გამოსახულება A კვადრატს გამოკლებული 2B, თუ ვიცით, რომ A არის მოთავსებული -4-სა და 3 შორის, ხოლო B არის მოთავსებული -1-სა და 2 შორის. გვაინტერესებს ამის მაქსიმალური მნიშვნელობა, ამიტომ უნდა ავარჩიოთ ისეთი რიცხვები, რომ ანუ B-ს შემთხვევაში უნდა ავარჩიოთ ისეთი რიცხვი, რომელიც აი ამ მინუს გამიდადებითებს, ანუ გამიპლუსებს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ავარჩიოთ ნებისმიერი რიცხვი, დაჟე უარყოფითიც, რადგან უარყოფითი რიცხვი რო ავა კვადრატში, ის აუცილებლად გახდება დადებითი, ამიტომ ეგ შეზღუდვა არ გვაქვს. მოდით ავარჩიოთ -4. -4 კვადრატში გამოკლებული 2-ჯერ. გვინდა რომ აი ეს მინუსი მოვაშოროთ და გახდეს პლუსი. რის შესაძლებლობაც გვაქვს, რადგან B არის მეტი ან ტოლი -1-ზე, ამიტომ ავარჩიოთ B როგორც -1 და ამოვხსნათ ეს მაგალითი. -4-ის კვადრატი არის 16 და 16-ს დამატებული, რადგან მინუსი და მინუსი ნამრავლში გვაძლევს პლუს, დამატებული 2 და მივიღეთ 18. ესე იგი სწორი პასუხი გამოვიდა B. ახლა კი გავაკეთოთ ნომერი 9. წავკითხოთ მისი პირობა.
y უდრის k1x + b1 ფუნქციის გრაფიკი არის AB წრფე. ხოლო y უდრის k2x + b2 ფუნქციის გრაფიკი არის CB წრფე. იხილეთ სურათიო. სურათზე დაყრდნობით დაადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უტოლობაა ჭეშმარიტი. ამ ამოცანას საერთოდ არ ჭირდება ხელით დაწერა, მარტივი დაკვირვებით შესაძლებელია მისი ამოხსნა. მოდით დავაკვირდეთ. განვიხილოთ A პასუხი. აქ გვეუბნება, რომ B2 ნაკლებია 0-ზეო. ნახას თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ B2 საერთოდ არ არის ნაკლები 0-ზე და პირიქით ის B1-იც მეტია და რადგან B1-იც მეტია 0-ზე, შეგვიძლია რომ გამოვრიცხოთ ეს ვარიანტი. ახლა შევხედოთ B-ს და წერია რომ B1 მეტია B2-ზეო. შევხედოთ ნახას, ეს არის AB წრფე, რომელიც შეესაბამება y უდრის kx დამატებული b1 ფუნქციას და აქტუალნათლივ ჩანს, რომ b1 არ არის მეტი b2-ზე. ამიტომ შეგვიძლია გამოვრიცხოთ b-ს. ახლა განვიხილოთ g. g-ში წერია, რომ k1 ნაკლებია k2-ზე. k ზოგადად გამოხატავს დახრის კოეფიციენტს, რაც უფრო მეტია k კოეფიციენტი, მით უფრო ახლოს არის ფუნქცია y ღერცთან. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ k2 არის მეტი k1-ზე და ჩვენ შემთხვევაში გამოდის სწორი პასუხი g. მაგრამ მოდით უბრალოდ არ შევყოვნდეთ აქ და განვიხილოთ თუ რატომ არის პასუხი d არასწორი. ის არასწორია, იმიტომ რომ გვეუბნება, რომ k1 ნაკლებია 0-ზე. მაგრამ k1 სულაც არ არის ნაკლები 0-ზე, იმიტომ რომ k1 ნაკლები რო იყოს, მისი ნახაზი იქნებოდა ასეთი. ანუ საპირისპიროდ თვითონ აი იმ ფუნქციისა. და მარტივად შეგვიძლია გამოვრიცხოთ ის. ამიტომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სწორი პასუხი არის g. ახლა გავაკეთოთ ნომერი 10. წავკითხოთ მისი პირობა. იპოვეთ A პარამეტრის ყველა იმ მნიშვნელობის სიმრავლე, რომელთათვისაც 2x² გამოკლებული 2x დამატებული a და გამოკლებული 6 განტოლებას აქვს 2 ერთმანეთისგან განსხვავებული ნამდვილი ამონახსნი. პირველ რიგში გავიხსენოთ, თუ როდის აქვს კვადრატულ განტოლებას 2 ერთმანეთისგან განსხვავებული ნამდვილი ამონახსნი, ეს ხდება მაშინ, როდესაც მისი დისკრიმინანტი აუცილებლად მეტია 0-ზე. გადმოვიწეროთ კვადრატული განტოლება და დავწეროთ, რომ მისი დისკრიმინანტი მეტია 0-ზე. 2x² გამოკლებული 2x დამატებული a გამოკლებული 6 უდრის 0-ს. ეს არის ჩვენი კვადრატული განტოლება. ახლა დავწეროთ მისი დისკრიმინანტი. გავიხსენოთ დისკრიმინანტის ფორმულა b² გამოკლებული 4ac, სადაც c არის ეს და დავწეროთ. მოკლედ, -2-ის კვადრატს, ესე იგი ვაკლებთ 4-ჯერ 2-ჯერ a - 6. რასაც, როდესაც გავამარტივებთ, მივიღებთ, რომ 4-ს გამოკლებული 8-ჯერ a - 6 აუცილებლად უნდა იყოს 0-ზე მეტი, რომ გქონდეს 2 ერთმანეთისგან განსხვავებული ამონახსნი. ამიტომ მოდით ამოვხსნათ ეს უტოლობა, ესე იგი 4-ს გამოკლებული 8-ჯერ a - 6 მეტია 0-ზე, ესე იგი 8 გამრავლებული a - 6-ზე ნაკლებია 4-ზე, a - 6 ნაკლებია 4 უნდა გავყოთ ახლა 8-ზე, ესე იგი 1/2-ზე და a ნაკლებია 6/1/2-ზე, რომელიც არის 13/2. ახლა შევხედოთ ჩვენ პასუხებს და ზუსტად ნახეთ, როგორც ჩვენ გვაქვს, რომ a ნაკლებია ამაზე, შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც არის მინუს უსასრულობიდან 13/2-მდე და მეორე-მდე ზუსტად, რადგან ჩვენი დისკრიმინანტი არის მკაცრად მეტი 0-ზე. ამიტომ სწორი პასუხი ჩვენთან გამოდის g.